სასოფლო სამეურნეო პროდუქტები იქნება თუ კულინარია ის აუცილებლად კულტურული პროდუქტებია. და სხვა შეუძლებელია მხოლოდ თვითონ განვითარდეს კულტურის სხვა მიმართულებების განვითარების გარეშე და ამას ის მაგალითი დაადასტურებს, რომ მაგალითად განსაკუთრებული კულინარია მსოფლიოში სწორედ იმ ქვეყნებს აქვს, რომელთაც დიდი ისტორია და დიდი კულტურა აქვს. მაგალითად ჩინეთს, ინდოეთს, იტალიას, საფრანგეთს. მათი დიდი ისტორიისა და კულტურის ნაყოფია და ჩვენ საქართველოს, ქართველებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა კულინარიაც, თორემ მარტო ხო არ განვითარდებოდა. ჩვენი კულტურა მსოფლიოში არ ყოფილა ეპოქა, სადაც ქართულ კულტურას, ქართულ გენს არ უთამაშია თავისი წვლილი. დაწყებული ანტიკური ეპოსიდან. გინდათ მითოლოგია აიღეთ, გინდათ პოლიტიკა, გინდათ ლიტერატურა. მედიას გარეშე არ არსებობს ანტიკური მითოლოგია, არ არსებობს ანტიკური ლიტერატურა და კოლხეთის გარეშე არ არსებობს მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკა. იქიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის ჩვენი წვლილი ქონდა. შეუძლებელია წარმოიდგინოთ მსოფლიო რომის იმპერია და რომში აღმართული ფარსმანის, ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება. სპარსეთში თუ ოსმალეთში აღზევებული ქართველები, ეგვიპტის მთავრები და ასე შემდეგ. ეს ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ კულტურასთან ერთად ვითარდებოდა, რა თქმა უნდა, კულინარია. მოქონდა რაღაცები და გავცემდით საქართველოს. შეუძლებელია განვითარებულიყო დამოუკიდებლად და ასეთი კარგი ყოფილიყო. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ზღვარი, რამდენი შეგვეძლო აგვეღო და რამდენი გაგვეც საზღვრებისთვის. ამიტომ ყოველთვის თანამედროვეენი ვიყავით და ხანდახან წqins ხოლმე ბოლო პერიოდში ხშირად გავიგონე, რომ ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ. კავკასიაში ცხოვრობენ ძირძველი კავკასიელები, არაჩვეულებრივი ხალხი, მათ შორის ჩვენი ნათესავები, თუმცა ჩვენ ქართველებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად არავისთან დაჯგუფება არ გვჭირდება. მე ვარ ქართველი. და ეს ნიშნავს იმაზე მეც, ვიდრე შეიძლება ნებისმიერმა სხვა ადამიანმა მსოფლიოში გაიგოს. არ გვჭირდება არავისთან დაჯგუფება. რა თქმა უნდა, კავკასიელები ვართ, რა თქმა უნდა, ევროპელები ვართ, მაგრამ იმისთვის რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დიდი კულტურა გვაქვს, დიდი ლიტერატურა გვაქვს, დიდი ფოლკლორი გვაქვს, დიდი ისტორია გვაქვს, ამისთვის საკმარისია რომ მე ვარ ქართველი და წერტილი. და წერტილი? კი ბატონო. და სხვათა შორის ჩვენ ერთადერთი ერი ვართ ბუდიში მარიკა მთელ მსოფლიოში, რომლებიც ერთმანეთს ვესალმებით გამარჯვებით. გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს. ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო. სულ ომში მიდიოდა ქართველი კაცი და ქალი შეხვდებოდა, ბავშვი შეხვდებოდა თუ სხვა ნებისმიერი ვინმე გამარჯვებას უსურვებდა. ასეთი ხალხი ვართ ჩვენ, რომ გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ამბიციური ხალხი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი წარსულია. მე როგორც ქართველი ვატარებ ჩემ წარსულს, აწმყოსაც და მომავალსაც. არც ცვლილებების მეშინია და არც სიახლეების. მაგრამ არის რაღაც, რაც არ იცვლება. არ იცვლება ჩემი სამშობლო და რწმენა. იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ მე ვარ ასეთი. მასზე უკეთესი არ არსებობს. სხვებსაც მაგარი აქვს. მაგრამ მე რაც მაქვს, ამაზე უკეთესი არა აქვს. ამიტომაც მე ვარ ქართველი და წერტილი.